ჩემი სამი შვილი ცხოვრობ დმანისის რაიონის სოფელ კამარლოში. სოფელში საკმაოდ ბევრი ბავშვია, რა მშობლებს უნდა რომ ბაღი ყოფილიყო სოფელთან ახლოს, რომ აი ზამთარია, გზები არ არის, რომ აქ ადვილია სოფელში უკვე მისვლა მოსვლადან. დილას გამოვდივარ სახლიდან 9-ს რო გვყია 15 წუთი, ერთი 10-15 წუთი გზაში გვინდა, მოვდივარ 9 საათზე მოყავს ბაღში. ბავშვებისთვის ბაღი აუცილებელია, რომ განვითაროს, ისწავლოს. ჩვენ ვიმყოფებით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საბავშვო ალტერნატიულ საბავშვო ბაღში, რომელიც ფუნქციონირებს უკვე წელიწად ნახევარია და ყავს 20 აღზრდელი, სასკოლო მზაობის ჯგუფი 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. დმანისის მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევად რჩებოდა აზერბაიჯანულ თემში სკოლამდელი სერვისის არარსებობა. სწორედ ამიტომ იაპონიის განვითარების სააგენტო ჯაიკას დაფინანსებით, კივიტას გეორგიკას თანადგომითა და ჩვენი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით კამარლოს თემში გაიხსნა ალტერნატიული სათემო საბავშვო ბაღი. ეს არის სრულიად განსხვავებული მოდელი, ეს არის მოდალური ბაღი, კოტეჯის ტიპის. ამ საბავშვო ბაღის მშენებლობა მოგვარდა ძალიან მცირე დროში, 2-3 თვეში, შესაძლებელი გახდა აღსაზრდელებისათვის ამ სერვისის მიწოდება. რაც შეეხება ყოებას, გაერთიანებამ თავის თავზე აიღო ალტერნატიულ ცენტრში წახემსების პროცესი და ხდება ბავშვების ერთჯერადად წახემსება. იგივე ალტერნატიული მოდელი არის სასკოლო მზაობის ჯგუფები, რომელიც შეიძლება განთავსდეს სკოლის შენობაში. თუ კი სკოლის ფართი იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ ვიმყოფებით ამამბლოს საჯარო სკოლაში, სადაც არის გახსნილი სასკოლო მზაობის ჯგუფი. ჩვენ გვაქვს აქ სხვადასხვა აქტივობების, გვაქვს ცენტრები, ასევე გვაქვს ბავშვებისთვის ეზოში ჩასვლის საშუალება. მივყვებით კურიკულუმ თამაშს. რაც ბაღში დადის, სოციალიზმს და ბავშვებთან ურთიერთობას ისწავლა, თამაშობას ისწავლა. ანუ ძალიან კარგად მიდის მაგის განვითარება. ერთხელ მითხრა რომ 1, 2, 3 ანუ გითხრა რომ საიდან ისწავლე? მასწავლებელმა მითხრა. ისეთი მუნიციპალიტეტი როგორც დმანისია ძალიან მნიშვნელოვანი არის ალტერნატიული საბავშვო ბაღების არსებობა სხვადასხვა თემში და სოფელში. ეს პროექტი, რომელიც გართულილი არის ერთ ჯგუფიან ბაღზე დაახლოებით 50-100,000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამიტომ მსგავსი სახის პროექტები მუნიციპალიტეტებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტთან მიმართებაში არის ხარჯ-ეფექტური. ამავდროულად შეიძლება რომ ესეთი მსგავსი სახის ბაღი ისეთ კლიმატურ პირობებშიც განათავსოს, სადაც არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა და შეიძლება მარტივ ადგილი გამოიძებნოს ისეთი სოფლის მიმდებარე ტერიტორია ან რამოდენიმე სოფელს აერთიანებდეს და შესაძლებელი გახდეს რომ მცირე ფართობზე სწორედ მსგავსი სახის კოტეჯი, რომელიც ჩვენი პატარებისთვის არის ძალიან ეკოლოგიურად მისაღები, ამიტომ შეიძლება რომ ეს პროექტები განხორციელდეს. Across different countries, diversified preschool models are practiced and proven to be effective in ensuring every child's right to quality early childhood education. Also in Georgia, we can see it in practice. For example, home-based programming in Oni and modular kindergarten model in Dmanisi make flexible, cost-effective and locally relevant early childhood education available in communities. They help a lot to include children who would otherwise be left out from the critical early learning, play and development experiences. ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.
და გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ხელმისაწვდომი განათლება, სკოლამდელი განათლება, ნებისმიერი ბავშვისთვის სათანადო პირობების შექმნა, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, სათანადო პოლიტიკის შექმნა იმისთვის, რომ მას ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ხარისხიან სკოლამდელ განათლებასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის მსოფლიოში, პრაქტიკაში ძალიან ბევრი გვაქვს ალტერნატიული მოდელები და ალტერნატიული მოდელების ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ნუსხა არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ზუსტად მიმართული იყოს იმ მიზნისკენ, რომ თითოეული ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი ადრეული განვითარება, მათ შორის დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სექტორის გზით.